საამშვიდობის წინასაარჩევნო პერიოდში ყველა მედია საშუალების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც საკაბელო ტელევიზიებს საკუთარ ბადეში ყველა მაუწყებლის განთავსება მოუწევთ. პარლამენტში განხილვამდე დავით ბაქრაძის წინადადებას პოლიტიკური პარტიების მხრიდან დღეს სრული მხარდაჭერა მოყვა. ინიციატივას უკვე გამოეხმაურა შეერთებული შტატების ელჩიც. კანონი პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა და დამტკიცების შემთხვევაში მის შესრულება მარეგულირებელ კომისიასთან ერთად დაიწყება. თამარ ბაღაშვილი განაგრძობს თემას. თამარ გისმენთ. დიახ, პირველი განცხადება ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით ბაქრაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზოგადად ურთიერთობა საკაბელო მაუწყებლებსა და ტელევიზიებს შორის ეს არის ორი კომერციული სტრუქტურის ურთიერთობა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, საკაბელო ოპერატორებს უკვე ტელევიზიის ტრანსლირებას კანონი დაავალდებულებს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ პირველი განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. კანონი წინასაარჩევნო პერიოდში ყველა მედია საშუალების ხელმისაწვდომობას საკაბელო მაუწყებლების საშუალებით უზრუნველყოფს. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ინიციატივა მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ინიციატივის კონკრეტული შინაარსია, რომ ყველა სატელევიზიო არხ საქართველოში კონდეს ცდომა მაყურებელთან ყველა მოქმედი საკაბელო ქსელის მეშვეობით. ეს არის გზა, რომლითაც ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება თავის სიტყვა მიიტანოს ამომრჩევლამდე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გზა, რომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ ამურჩეველს კონდეს შეუზღუდავი ინფორმაციის მიღების საშუალება. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მათ არჩევანი გააკეთონ თავისუფალ და ინფორმირებულ გარემოში, რომ ხალხს აქვს საშუალება მოусმინოს ყველა სატელევიზიო არხს, ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიოს ღირსეული და მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა. დავით ბაქრაძის ინიციატივას დღეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაც გამოეხმაურა. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიღება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვისაც მნიშვნელოვანია. ის ორი თვე, რომელთაც გამოვიდა ხელისუფლება და რაზეც დათანხმდა, შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ეს ორი თვე აუცილებელია სწორედ ალტერნატიული ინფორმაციის წყაროების შესაქმნელად, იმისათვის რომ განსხვავებული ტელევიზიებზე განსხვავებულ ინფორმაციას ამორჩეველმა პულტით გადართოს, მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაჩნია რომ განსხვავებულია, გადაამოწმოს მეორე არხზე და ამის მერე მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბუნებრივია ეს იყო აუცილებლად მისაღები გადაწყვეტილება და არც უნდა გაჯანჯლებულიყო ამის მიღება, მაგრამ მეორე მხრივ ახალმა მემარჯვენეებმა მინდა რომ იმედი დავიტოვოთ იმაზე, რომ არც პროსახელისუფლებოდ განწყობილი ტელევიზიები, არც ტელევიზიები, რომლებიც აშკარად უკვე იკვეთება, რომ კოალიცია ქართული ოცნების მხარეს იჭერენ და ვერ აბალანსებენ სიტუაციას, არ გამოიყენებენ ამას ბოროტად, ყველგან მოგეცემა ჩვენ საშუალება რომ მივიღოთ მონაწილეობა დებატებში და ყველგან იქნება თანაბარი პირნობები დაცული პოლიტიკური პარტიებისთვის. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საკაბელო მაუწყებლების საშუალებით საარჩევნო პერიოდში ყველა არხის ხელმისაწვდომობას გულისხმობს, დღეს ქართული ოცნების ლიდერიც გამოეხმაურა. ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი მხოლოდ ერთ ტელეარხზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ცვლილება, რომელიც ამ არხის გავრცელებას ხელს შეუწყობს, მისთვის მისასალმებელია. ძალიან კარგი იქნება თუ ამას გააკეთებენ. ძალიან კარგი იქნება და სირცხვილია რომ მეცხრე არხს არც ერთი საკაბელო არ ართავს გლობალ ტივის გარდა. ეს არის კარგი, თუ კი რა თქმა უნდა ეს აისახება რეალობაში და არ დარჩება განცხადება. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების და მოსახლეობის პრობლემების შესახებ მრავალმხრივი ინფორმაციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში. ჯონ ბასი პირველი დიპლომატია, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა ჟურნალისტებთან შეაფასა. არ მომისმენია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ამიტომ პირდაპირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ გეტყვით, პარლამენტის ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ასახავს სამოქალაქო საზოგადოების წინადადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ, იქნება პოზიტიური და კონსტრუქციული ნაბიჯი. დღის ბოლოს დავით ბაქრაძის ინიციატივის შესახებ საკუთარი შეფასება არასამთავრობო სექტორმაც გააკეთა. კამპანია ეს შენგეხებას მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება მოიწონეს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული ინიციატივის განხორციელება
მნიშვნელოვან პოზიტიურ წვლილს შეიტანს თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისა და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ჩამოყალიბებაში. მივესალმებით ხელისუფლების მზადყოფნას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და თანაბარი მედია გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ნამდვილად პოზიტიურად შევაფასებით ამ ფაქტს, ნამდვილად ჩვენ ვხედავთ, რომ არის მზადყოფნა მართველი გუნდის მხრიდან, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. ვფიქრობ, რომ თუ ის ყველაფერი, რაზეც საუბრობდა პარლამენტის თავმჯდომარე, განხორციელდება, ეს რა თქმა უნდა წინაპირობა იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში გვექნება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ინიციატივა, რომელიც საკაბელო ოპერატორებს წინასაარჩევნოდ ყველა ტელეარხის გავრცელებას ავალდებულებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით უფასო სატელევიზიო რეკლამის ანალოგიურია. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიების და საკაბელო მაუწყებლების ურთიერთობაც რეკლამის მსგავსად კომერციული ინტერესით რეგულირდება, თუმცა წინასაარჩევნოდ ინფორმაციის მიღების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას კანონი უზრუნველყოფს. საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრის შემდეგ შეთანხმების შესრულება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად დაიწყება. როგორ მოხდება ამ ცვლილების განხორციელება? ჯერჯერობით კომისიისთვის უცნობია, თუმცა რა ცვლილებებსაც გაატარებს საქართველოს პარლამენტი კანონში, კომისია ამას გაითვალისწინებს და გაატარებს. ახალი ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე Global TV-ს დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღების შემდეგ გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილი კომპანია ბოლო რამდენიმე თვეა სატელევიზიო არხების ხელმისაწვდომობის საბაბით ანტენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უფასოდ ამონტაჟებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მსგავსი პროცესი კანონის მიხედვით ამ მრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს. სწორედ ეს ბრალდება გახდა დასამონტაჟებლად გამზადებული ანტენების დაყადაღების